მინდა მოგილოცოთ თქვენთვის უძვირფასესი დღესასწაული რამაზანის თვე, რომელიც მუსლიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიმძიმს, რომ დღევანდელ დღეს გვიწევს ჩვენ ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც მოხდა წუხელ უსასტიკესი შეტევა ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩვენს მოძმე თურქეთში, სადაც უდანაშაულო ადამიანები დაიხოცნენ. აქედან გამომდინარე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჩემს მეგობარს, ბატონ ლევენტ გიუმრუქშუს, დღევანდელ დღეს ჩვენთან ყოფნისათვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთიანობას ჩვენს მეგობრებთან და ძმებთან. სამწუხაროა ის, რომ ტერორს არ გააჩნია არც ეროვნება, არც რელიგია და სამწუხაროდ არც საზღვრები და დღევანდელი მსოფლიო აღარ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც ეს იყო სულ ცოტა ხნის წინ. ტერორიზმი არის ჩვენი ყველასი საერთო მტერი, განურჩევლად რელიგიისა, ეროვნებისა, განურჩევლად ჩვენი რელიგიის, ჩვენი ეროვნების ყველა საერთო მტერია და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთო ძალისხმევით უნდა დავდგეთ ცივილიზებული კაცობრიობა ერთად, რომ ეს უმწავესი გამოწვევა დღევანდელი კაცობრიობის დავძლიოთ. მე კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია რამაზანის თვე თითოეული მუსლიმისთვის და ის, რომ თქვენ ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული გულმოდგინებით ასრულებთ ღვთისმსახურებას, ეწევით ქველმოქმედებას, ეხმარებით ობლებს, გაჭირვებულებს, რაც ძალიან დიდი მადლია. საქართველოში ყოველთვის საამაყო იყო ჩვენი ძმობა და ჩვენი მეგობრობა, რაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ემყარება. ჩვენი ტოლერანტობა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ გამჯდარია უკვე თაობებში და ამას ალტერნატივა არ გააჩნია მომავალი თაობებისთვისაც. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მიწაზე მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსულმანური სამყარო, მათ შორის მუსულმანური სამყაროს სხვადასხვა მიმდევრობები და ეს ნამდვილად არის სამაგალითო მთელი მსოფლიოსათვის. ჩვენ ერთი მიწა გვზრდის, ერთი მიწის შვილები ვართ და ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენი შვილები და ჩვენი შვილთა შვილები ასევე ძმურად იქნებიან ერთმანეთის მიმართ აი ამ მშვიდობიან თანაარსებობაში. კიდევ ერთხელ მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ ეს დიდი დღესასწაული, მინდა გისურვოთ თქვენ, ყველა თქვენთვის ძვირფას ადამიანს, თქვენს ოჯახებს, სულიერი სიმშვიდე, კეთილდღეობა და მართლაც და ის გრძნობა, რომელიც გააჩინა, რაც თავშივე ვახსენეთ, ტერორიზმმა სამუდამოდ გამქრალიყოს და ჩვენ დაგვეძლიოს ეს სენი, რომლის ფონზეც ჩვენ გვიწევს აი ესეთი მშვიდობიანი და ძმური შეხვედრების გამართვა. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ყველას ერთად ასაშენებელი, ყველა ჩვენთაგანის არის და კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ასევე სტუმრებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ ამ დღესასწაულს და მინდა წინასწარ მოგილოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული და კიდევ ერთხელ გისურვოთ თქვენს ოჯახებს მშვიდობა და კეთილდღეობა. დიდი მადლობა.